მადლობა ყველას მობრძანებისთვის. დღეს პრაქტიკულად ჩემს ამ ამპლუაში პირველი შეხვედრაა ჩემი და პრემიერ-მინისტრის თქვენთან ერთად და სანამ სიტყვას გადმოგცემთ, თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის მხარდაჭერისთვის. იცით რომ ბატონი ირაკლი ამ იდეის ავტორი, თავიდან რომ ცენტრი შეიქმნა და უკვე 1200 წარმატებული მცოდნე ადამიანი დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას და მადლობა თქვენ პირადად ამ ჩადებული უდიდესი ინვესტიციისთვის და მინდა გთხოვოთ ახლა სიტყვა. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო, მიხარია თქვენთან შეხვედრა. ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და მქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მე მიხარია ბევრ ნაცნობ სახეს ხედავ, მე ვხედავ აგერ ბატონ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის მოადგილე. მინდა ზვიადზე ვთქვა, რომ ზვიადი შემთხვევით გავიცანი, ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია საბჭომ როგორც კომისიამ როგორც ხდება. და შემდეგ და არა მხოლოდ ნიკას ხედავ და კიდევ ასევე ნიკოს ხედავ ყველას და ძალიან ბევრ ადამიანს არ მინდა ნინოს ხედავ აგერ. ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ. მინდა აღნიშნო, რომ ეს მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მე მიხარია, რომ ეს ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს მე მინდოდა თქვენთან შეხვედრა საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ასევე მზად ვარ ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ ასე ვთქვათ შევაჯამოთ განვლილი 8 წელი, მე მგონი საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები. შედეგები მე ვფიქრობ არის საკმაოდ შთამბეჭდავი. ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200-მდე წარმატებული წარჩინებული სტუდენტი, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული ქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტი მთელ სოფლიოში და მე მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრს გვაქვს საუბარი. მინდა ასევე აღნიშნო ასე ამაღით, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს, იგივე უმაღლეს განათლების სფეროში და სხვა მიმართულებით და ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და კარგი ხედვები, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა გიზიარებთ. ფიქრობ შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი განათლებული ადამიანური კაპიტალი. აი ეს მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შექმნას ქვეყანაში და რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. მთავარი იდეა სწორედ ამას მდგომარეობდა. იცით რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ ხარში დაუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ ამიღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომელზეც მინდა რომ ახლა გესაუბროთ. დახურულ ფორმატში რაც თავარი მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია და აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენი ცოდნა, ჩვენი სიძლიერია, აი ეს კაპიტალი ადამიანური რაც იქმნება, ეს ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის საკითხებს უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ამ სიტყვას, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა ბატონო პრემიერო, მეც ორი სიტყვას დავამატებ. პატივია, რომ თქვენს წინაშე გვიწევს შეხვედრა, ამდენ წარმატებულ ადამიანს ვხედავ სხვადასხვა სფეროდან, აქ არის პოლიტიკა, აქ არის ბიზნესი, აქ არის კერძო სექტორი, აქ არის საკრებულოს წევრი, აქ არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად ნათელია უკვე ის ჩადებული ინვესტიცია, რომ საკმაოდ დიდი შედეგი მოაქვს. მე მგონი ამას ხაზგასმა არ ჭირდება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა,
ბატონ ირაკლის აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება განათლების სფეროსადმი, მან კარგად იცის რას ნიშნავს ცოდნის ფასი და რაც თავარია იმ ცოდნის ფასი, რომელიც თქვენ მიიღეთ უკვე იმ უნივერსიტეტებში, სადაც იყავით, ამიტომ ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდება, გაფართოვდება, რა თქმა უნდა ის საფირმო ნიშანი, ეგრეთ წოდებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ამ ცენტრს აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება, წლიდან წლამდე იცით, რომ ბიუჯეტი იზრდება და წელსაც მომდევნო წლისთვისაც მსგავსი არის გათვალისწინებული. ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ და წეგან გაუზიარე კოლეგებს სამინისტროში, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ სერვისები, რომ როგორც კურსდამთავრებულებთან, ეგრეთ წოდებულ ალუმნისთან, ასევე არსებულ სტუდენტებთან, ვინც ახლა იმყოფებიან საზღვარგარეთ, გავააქტიუროთ მათთან ურთიერთობა, ჩავერთოთ მათი საჭიროებების მოგვარებაში, შევთავაზოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, ვინც წარმატებულია, მას კიდევ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოთ, ვინც სამსახურის ძიებაშია, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის დაკარგვა არ შეიძლება და ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ცენტრთან ვიმუშავებთ, რომ აღნიშნული სერვისები დაიხვეწოს. კიდევ ერთი სიახლე, რაც მინდა გითხრათ და ბატონ პრემიერი დაგვეთანხმა ამ საკითხში, ეგრეთ წოდებული საჯარო მოხელეებისთვის ჩვენ გვინდა სამაგისტრო პროგრამის მიღმა, ასევე გავაძლიეროთ საკვალიფიკაციო მიმართულება, რომელიც ასევე გულისხმობს გაძლიერებას სახელმწიფო ინსტიტუტების, ვინაიდან ის გამოცდილება, ის ცოდნა, ის კავშირები, რომელიც თქვენ და ამ ადამიანებს უგროვდებათ და დაუგროვდებათ საზღვარგარეთ, ბუნებრივია, თქვენ სწორად აღნიშნეთ, უნდა დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას, რომელიც არის მთავარი გასაღები იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. ამიტომ მადლობა თქვენ აქ მობრძანებისთვის, ჩვენ მზათა ვართ ღია კომუნიკაციაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჟამს თქვენს გვერდით გვიგულეთ და მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ პრემიერს, რომელმაც თავის პრემიერ-მინისტრობის პირველივე დღიდან შექმნა ეს ცენტრი და დღეს უკვე შედეგები თვალსაჩინოა. დიდი მადლობა. ეს ხო პირდაპირ ჩართვა ტექნოპარკიდან, სადაც პრემიერ